მოგესალმებით ძვირფას რადიო მსმენელებო, წყალობა და კურთხევა მოგაგლოთ ღმერთმა. ჩვენ იდეოლოგიების მნიშვნელობაზე ვსაუბრობდით, რამდენად ანაცვლებს ის თავისი მსოფლხედვით ჭეშმარიტ ღმერთს და ამას სამართლიანად კერპთაყვანისმცემლობა უწოდეს წმინდა მამებმა და ჩვენც მათთან ერთად ვიზიარებთ ამ პათოს და დღეს გვსურს ვისაუბროთ კიდევ ერთი ესეთი გამოვლინების მსოფლმხედველობის შესახებ, რასაც ქვია მატერიალიზმი, ადამიანის სულიერ სამყაროს დაშორებულმა, ესე იგი ადამიანმა აი ამ ცხოვრების არსის ძებნა სამწუხაროდ მატერიაში დაიწყო და ამდენად ეს მატერიალიზმი და მატერიისადმი ეს რწმენა უნდა მივიჩნიოთ, რომ ესაა ერთ-ერთი კერპთაყვანისმცემლობის სახეობა. ეს განსაკუთრებულად წარმოჩინდა მე-18 და მე-19 საუკუნეებში, განსაკუთრებით ალბათ მე-20 საუკუნეში, როდესაც ათეიზმი და მატერიალიზმი ეს იყო აპოგეა მათი ხედვებისა და მათი იდეოლოგიის დამკვიდრებისა დედამიწაზე და უნდა ითქვას, რომ ეს არ არის განყენებული რაღაც საკითხები, დღესაც ხშირად ადამიანი უღმერთოდ აზროვნებს და როგორც წესი მატერიას აღმერთებს, მატერიალიზმის მიმდევარი გახლავთ და სწორედ აი ამ საკითხებზე გვსურს ჩვენ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ღვთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს ნაცვლად რაღაც მატერიის აღიარება ეს არის სწორედ მატერიალიზმი, როდესაც მას არანაირი, ესე იგი, არსი საფუძვლიანი არ გააჩნია, მატერია, როგორც ამბობს ეპისკოპოსი იოანე შახოვსკი, რომ მატერია არსაიდან წარმოქმნილიაო და არსაით მივყავართ, ის სულ სადღაც მიედინება, მაგრამ არსად ჩაედინებაო. და მატერიალიზმი მატერიის გაუგებარი რწმენაა, ძმაუნდადანო, ამ რწმენას თავისი წინასწარმეტყველები წყალებში, თავისი მასწავლებლები, ავტორიტეტები, აქვს თავისი დოქტრინები, დოგმატები, თავისი სწორი თუ არასწორი გაგება, როგორც რელიგიას აბსოლუტურად მისი ანტიპოდი გახლავთ და აი ამით არის ის მეტად საშიში და მხოლოდ პირიქითაა, რა თქმა უნდა, რელიგიას მივყავართ ღმერთთან, ხოლო მატერიალიზმს კი ღვთისაგან და მატერიალისტებმა თვითონ არ იციან ალბათ რა არის მატერია, საიდან მოდის იგი, საით მიემართება და რატომ რა ხდება მის თვისებებში და მათთვის ეს მატერიალიზმი მკვდარი ღვთაებაა. ღვთაება სწორედ რომ ცნობიერების გარეშე და მაგრამ რომელსაც ისინი იმედით შეყურებენ, რომ თითქოს და ის არის როგორც ღმერთი ცოცხალი, ამავე დროს ცოცხალი ორგანიზმი. და აი ამ მატერიალიზმში იბადება ხალხის ესეთი სურვილიდან გამომდინარე იმ ადამიანების სურვილიდან, რომლებსაც არ სწამს ღმერთი, მათში იბადება სწორედ აი ესეთი შემართება. რადგან თუ არსებობს, ესე იგი, შემოქმედი ღმერთი, ყოველი არსის ცხოველმსყოფელი მამა ღმერთი შემოქმედი, ყოველივესი მაშინ არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქნას იკეთე, ვიდრემდე ცოცხლობსო. ესე იგი, აი ესეთი მიდგომით, რომ დედამიწაზე სურს აი ამ მატერიაზე ააგოს თავისი ბედნიერება, ეს არის სწორედ ის მატერიალიზმი, რომელზეც ვსაუბრობთ დღეს. მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად უწყის, რომ ღვთის რწმენა უმაღლესი სიყვარულისაგან სწრაფვას ნიშნავს და ღვთის რწმენა ნიშნავს არაქმნა კერპი, არცა მატერიისაგან, არცა ადამიანისა, არცა თავისაგან შენისა და როგორც ჩანს, ეს არ არის ყველაზე რთული კაცობრიობისათვის და ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ექმნება ამითი, მათ უყვართ კერპები, გულისხმობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთისნაცვლად მატერიას აღმერთებენ, მათ არ სურთ თავი თვისი მსხვერპლად მიექცენ ჭეშმარიტ ღმერთს
და სამაგიეროდ ადვილად და ეწირებიან აი ამ კერპებს და ეს იმიტომ ხდება ძმაუნდადანო რომ კერპი ნებას გვაძლევს რომ ვწოდოთ და შედეგად ბევრ და უფრო მეტ საცდურს გვთავაზობს და ცხადია მას ირჩევენ და მას უფრო მეტად ელტვიან ვიდრე თავად ღმერთს. ესეთია უმრავლესობის მსოფლმხედველობა სამწუხაროდ კაცობრიობაში და იშვიათნი თუ აზროვნებენ ღვთის რწმენისაებრ. მორალისტები ესეთ რამეს ამბობენ რომ უფალს არ ირჩევენ და როგორც არ ირჩევენ მზის შუქს და კერპი კი ყოველთვის შეიძლება ამოირჩიო. როცა ერთს განაგდებ მაგალითად შეგიძლია მეორეს დაემონო და აი ადამიანები რომლებიც სულიერი სინათლის წყაროსა და ღვთის ზნეობრივი ძალისაგან გარბიან და სხვადასხვა ასეთ ხილულ თუ უხილავ კერპებს ესწრაფებიან ამ გზით ისინი რა თქმა უნდა ბოროტი სულების მსხვერპლი ხდებიან და ეს სავალალო მდგომარეობა არის დღეს რეალობა და კაცობრიობის ერთ-ერთ უკანასკნელ კერპად ალბათ ძმაუნდადანო სწორედ რომ მატერიას მიიჩნევენ და ადრე თუ იყო ჩვენ ამის შესახებ გვისაუბრია ძმაუნდადანო რომ კერპთაყვანისმცემლები მატერიის ცალკეულ ნაწილებს ეთაყვანებოდნენ ხოლო უკვე მე-18-მე-19 საუკუნეებში კი ასეთი მეცნიერი იყო ფრანგი ენციკლოპედისტი და გერმანელი ასევე ნატურალისტების მთელმა პლიადამ ძმაუნდადანო არა ერთმა არამედ მთელმა მათმა ჯგუფმა მატერია გააღმერთა. ეს არის სწორედ იმ ეპოქის ფილოსოფია და ამით იყო გაჯერებული ფაქტობრივად მთელი თანამედროვე იმ პერიოდის სამყარო და სამწუხაროდ მან თავისი კვალი ოღონდ რა თქმა უნდა მოდერნიფიცირებული სახით იპოვა სხვა საგნებშიც, სხვა მეცნიერებებშიც, მათ შორის ღვთისმეტყველებაში ჩვენ ვხედავთ აი ამისი ასე ვთქვათ ქილიასტურ გამოვლინებებს რომ მატერიაში ხედავდეს ადამიანი ცოცხალ არსებას და აქედან გამომდინარე ფიქრობდეს რომ როგორც მატერია არის უკვდავი ასე ადამიანიც გახდება უკვდავი და მარადიულად იცხოვრებს ამ ქვეყანაზე და ეს რა თქმა უნდა ხელსაყრელად მიიჩნიეს ათეისტებმაც კომუნიზმიც თავისი იდეოლოგიით სხვა არაფერია თუ არა სწორედ ეს აი ამ მსოფლმხედველობაზე დაყრდნობა და არ არის საჭირო უსახო აი ამ მატერიის სიყვარული ის არაფერს გვირჩევს ჩვენ რა თქმა უნდა ის რა თქმა უნდა არ ამხელს ბოროტებას და აი ამ ის და არასდროს მიუთითებს უпростоრად სიმართლეზე და არასდროს იქნება ჭეშმარიტების მთქმელი ვინაიდან ის არის კერპი ძმაუნდადანო სამაგიეროდ ადამიანს შეუძლია ილაპარაკოს რა თქმა უნდა მასზე რამდენიც სურს და მატერიას ეს არ ესმის მატერია ვერ ხედავს ეს არის მისი ცრუ თაყვანისცემა რაც ადამიანს აუცილებლად წარწმენდამდე მიიყვას და ეს არის ის სულისკვეთება რომლის შესახებაც საუბრობდით ჩვენ მრავალი თემის ირგვლივ რომ ადამიანი გაურბის ღმერთს და მიილტვის ხან ერთი კერპისკენ ხან მეორე კერპისკენ მატერია მას არ მოუწოდებს აი ამ სულიერი სიყვარულისაგან ვინაიდან ის ნამდვილად არ არის სულიერი როგორც ამას დოსტოევსკის ერთი გმირი ამბობს მანდადანო თუ ღმერთი არ არსებობს ყველაფერი ნებადართულიაო აი ესეთია თანამედროვე მსოფლმხედვებიც ეს სამართლიანია თუ ადამიანი აი ამ მაცხოვნებელი ღმერთის უზენაესი ძალით არ არის შექმნილი ძმაუნდადანო როგორც ამას მატერიალისტები ამბობენ მაშინ რაღა თქმა უნდა მისთვის ყველაფერი ნებადართულია და მისთვის არ არსებობს არც სიკეთე არც ბოროტება და აი ამ საწყისებზე ააგეს უამრავი მსოფლმხედველობები, როგორც არის იგივე მარქსიზმი, იგივე ნიჰილიზმი და სხვა ფილოსოფიები, რომლებიც სწორედ აი ამ ქვეყნიურზე არის ორიენტირებული და დაკარგული აქვთ მთლიანად ჭვრეტა ზეციური და სულიერი სამყაროსი.
რომ თითქოს და არც ბოროტება არ არსებობს და ყველა ადამიანს შეუძლია ესე იგი თავისი სიკეთე და ბოროტება გამოიგონოს. ეს მისაღები თეზაა, რა თქმა უნდა, მათთვის, ვისაც არ სწამს ღმერთი და საკუთარი კანონებით სურს ცხოვრება, ვისაც სურს რომ არავინ განიკითხავდეს მას და ხოლო თვითონ იყოს განკითხველი ყველაფრისა და ყოველივესი და ეს არის სამწუხაროდ მრავალი ესეთი თანამედროვე ინტელექტის ასეთი შემართებაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთის თაყვანისმცემლები ვართ ჩამორჩენილები წარსულში, რომ თითქოს და ჩვენ არ გვესმის რეალობის და თანამედროვე ევოლუციური პროგრესების და რევოლუციების და სწორედ რომ ჩვენ გვესმის ყველაფერი ისე როგორც ეს გადმოგცა ღმერთმა და ისინი კი აი ამ სულიერ სიბრმავეში იმყოფებიან. და აი ამ მატერიალისტურ რწმენაში, როგორც გითხარით სხვა ცრუ იდეოლოგიებში, აშკარა დემონიზმი იმალება, რომელიც მის ამხსარებელ ადამიანს სულსა და მთელს აი ამ კაცობრიობას ყუბავს და ამიტომ უზენაესი მსჯავრის შიშით ადამიანები უნდა ფიქრობდნენ, ძმა უნდა დანო, რომ ღმერთს მატერიაში ვერ დაემალები და ასე მალავს სირაქლემა ხო თავის თავს, ესე იგი ქვიშაში და საშიშროების შემთხვევაში, მაგრამ სად დავემალებით ჩვენ ღმერთს, შემოქმედის სული ყველგან აღწევს, ხილუშიც და უხილავშიც და ამდენად მათი ეს უსახო მატერიისადმი რწმენა, ეს არის კერპთაყვანისმცემლობა, მატერიალიზმი რწმენა და არა ცოდნა, როგორც ზოგიერთი მიიჩნევენ, ჩვენ ამაზე ხაზს უსვამთ, იმიტომ რომ სწორედ რომ ღმერთის ჩანაცვლების მცდელობა გააჩნია და ამდენად ეს არის ერთგვარი რელიგიური მსოფლხედვა და მატერიალიზმის მეცნიერული წარმოდგენა, ესე ვთქვათ, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა, თანამედროვეობამ, თქმა უნდა, ის ჭეშმარიტმა მეცნიერებამ, რა თქმა უნდა, უარყო და არავინ უწევს აი ანგარის ჰეგელის და ვინ იყო კიდე მოლეშოტის დასკვნებს და სხვა ბიუხნერის და ვიღაც ფოხტერების მოსაზრებებს, რომლებიც უხვად იყვნენ მე-19 საუკუნეში ევროპაში და მატერიალიზმის ამ კლასიკოსებმა, თეორეტიკოსებმა შემდეგში განამტკიცა, როგორც მოგახსენეთ, მარქსიზმი და დიალექტიკური მატერიალიზმის, ესე იგი, მიმდევრებს ძალა, რა თქმა უნდა, არ შევსწევთ, რომ ეს მეცნიერულად უარყონ თანამედროვე მსოფლიო და მეცნიერული დებულებებით, ესე იგი, უარყონ ღმერთი, ეს შეუძლებელია, ვინაიდან რწმენა არის ღვთაებრივი სულიწმინდის მადლის მატარებელი, შესაბამისად მისი განადგურება მიუხედავად აი ამ დიდი ძალისხმევისა ბოროტის მხრიდან და ამ იდეოლოგიების შექმნისა, მაინც არ მოხერხდება არასდროს. მარქსის მოსწავლეებმა აღარ იციან, ძმა უნდა დანო, როგორ გამოვიდნენ აი ამ ჩიხიდან, მათი ეს დიალექტიკა და ჭეშმარიტებისათვის თავის არიდება და აი ამ ვითომ და ზუსტ მეცნიერებას ესადაგებოდეს, ეს არის აბსურდი, ძმა უნდა დანო, სიცრუე, რომელსაც დღეს მეცნიერები და ინტელექტუალები გვთავაზობენ ჩვენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სახით და ეს არის ის უტოპია, რომელსაც არსაიდკენ მიყავს ადამიანი და უფრო მეტიც ჯოჯოხეთისკენ მიყავს ის. შესანიშნავი სიტყვა მეცნიერების მიმართ პროფესორმა ფლემინგმა თქვა თავის დროზე, რომ თქვენ ამბობთ, რომ მე რაღაც შევქმენი და სინამდვილეში მხოლოდ დავინახეო. და ესეთი დავინახე ის არის, რაც ღვთისმიერად, ძმა უნდა დანო, შექმნილი ადამიანისათვის და პატივი და დიდება ეკუთვნის არა ადამიანს, არა კერპს და მატერიას, არამედ მის შემოქმედ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელმაც მოგცა ჩვენ ყოველივე, როგორც ამქვეყნიური, ისე იმქვეყნიური